მე და ზურა ვიყავით ირანში, ზურა ჩალათაშვილი 5 წლის წინ. და მიგვიყვანეს ერთ მებაღესთან, ზამთარი იყო, ძალიან ციოდა და გვითხრეს, რომ ამ კაცს აქვს იასამნების განსაკუთრებული ჯიშები, შეიძლება კონდეს, უпростоრად. და მივედით, უნდა ნახოთ, ვერაფერი ვერ გავაგები ამ კაცს, არც გერმანული ესმის, არც რუსული ესმის, არც ქართული ესმის, არც ინგლისური ესმის, ვერაფრით ვერ გავაგები, რას ვეძებ. და რომ ჩავიქნიეთ, მე ჩაიზე დაგვპატიჟა და რომ ჩავიქნიეთ ხელი და რომ გონია რომ უკვე ვეღარ მოგვაქვს ეს ჯიშები, სასწაულის ამბახის ჯიშები მომცა რაღაცები გავაგებინეთ, ირისი გაიგო. ხო და რომ უკვე ჩაიზე შეგვიპატიჟა, მოგეთ ასე ფეხები შევაწყოთ მაგიდის ქვეშ, იქ ნაკვერცხალი შეგვიდგეს, ზევიდან საბანი რაღაც თავისი ტრადიციით და ხელსაწმენთ ქაღალდზე დავიწყე იასამნის მტევნის ხატვა. და დავიწყე დახატვა, რომ იქნებ გავაგებინო ვაჩვენო და ნახევარიც არ მქონდა დახატული იყვირა. იასამან. აღმოჩნდა რომ ირანულადაც ქვია იასემენ, ჟასმენი, იასემენ. ჩვენ რომ ჟასმენს ვეძახით, ჟასმინი თურმე არაა მათთვის. ამას ქვია ჟასმენ. ქალის სახელიცა ირანში ქვია იასემენ. და ეს იასემენი არის ეს ჩვენი იასამანი. ესე იგი ჩვენ ენაში იქიდანაა მოტანილი ეგ სიტყვაც. იასემენ, ანუ ჟასმინი, ანუ იასამანი. ეს გახლავთ იქაური მოსავალი ახლა. რითაც ახლა თავს ვიწონებ და ამ ამბავს ხშირად ვიხსენებ, როცა იასამნები ყვავის ჩემს ბაღში.